როგორც მინიატიურული ჩარჩოები კიდევ როგორც ყოველთვის, ხო, სასწავლო ცენტრი. მიხელავთ. არსებული ამბიცია მაინც ყოველთვის გვაქვს, ხო? ინტრიგა. მე ამბიცია, თქვენ ინტრიგა, რა ვიცი, ვისაც გაინტერესებთ, ხო? მიხელავთ ყველაფერს. აი ნახეთ, როცა მემონტაჟებ უნდა იცოდეთ ის, რას ნიშნავს ეწოდებული მოდულაცია და ტაქტიკა. ყვავი ხა ამ სიტუაციაში მუშაობს ეწოდებულ საფილტრაციოზე, ხო? საფილტრაციო აუზის საფილტრაციოზე. მოგვიდებით, ხო? მუშა პროცესში გვაქვს ამასობაში. ტემპერატურის გასვლა ხდება არსებულ ატმოსფეროში და მითითებული აქვს 60 გრადუსი. და 60 გრადუსზე, ასებს, ახლა წარმოიდგინეთ, ხო, 61 ავა და გათიშავს ამას ქვია ტაქტიკა, ჩაერთობა, გამოიტობა და ასე შემდეგ, ვინაიდან გაიხანგრძლივებს ის წყლის გაცხელებას, გათბობას, უბრალოდ ამ შემთხვევაში, მომენტ შემთხვევაში აუზის წყლის გათბობა არის. ამასობაში რა უნდა გავაკეთოთ ახლა ამის, რომ ტემპერატურა დაიჭიროს და ტემპერატურის გასვლა მოხდეს ერთ-ერთში ისე, რომ ტაქტიკა ეგეწოდებული ტაქტი არ შეასრულოს, უბრალოდ ყვავმა და არ გაითიშოს. ეს საინტერესო ვინაიდან ტემპერატურის გასვლა უნდა განხორციელდეს მანამდე, სანამ აი აუზის ტემპერატურის ნიშნული არავინ მითითებულ ტემპერატურაზე. იგივე ყვავი, იგივე მიმართულება ხო, არაფერი არ იცვლება. ყოველთვის ყველაფერი ფაქტიური სახით, ხო? არ გაცდება, ხო? 57-57 გრადუსი სანამ ტემპერატურის ნიშნული არავა მითითებულ აუზის წყლის ტემპერატურამდე, ხო? იგი იქნება 25, 26, 27, 28 და ასე შემდეგ, ხო? ის არის კომფორტული. აი ამას ქვია, ხო, ზუსტად ხა ეწოდებული ინდიკაცია, ხო? მოგვიდებით, ხო, 56-57 არც უნდა გაცეს, მინდა ყვავი რომ ჩაერთობა, არ უნდა გაითიშოს. უნდა ავიდეს ტემპერატურის იმ ნიშნულზე, რაც გვაქვს მითითებული. ეს ატმოსფერული იქნება, კერძო კონკრეტულ შემთხვევაში აუზის კონტური იქნება თუ ბოილერი, ხო, ბოილერის ეწოდებული კონტური. ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა იყოს აი ესე გაშტიკინებული. კი ბატონო. 56-57 როცა არის მითითებული 60-ზე. ვინაიდან ეგეწოდებული ტაქტი არ უნდა შეასრულოს. ტაქტიკა ქვია ჩაერთო, გამოითო და გაახანგრძლივოს ზუსტად ის იმართულება, რასაც ქვია წყლის ტემპერატურის ნიშნამდე. ასვლა რაც აქ მითითებული. ამასობაში ეს ტაქტიკა ნიშნავს თქვენ ენაზე, რომ აი ეგეწოდებული კოაქსიალური გათხოვისგან, გამწვევიდან, ხო, საკვამურიდან, რა ვიცი, როგორც გინდა ისე დაარქვით, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას ქვია ზუსტად კოაქსიალური გამწვევი. აქედან ეთხოვსით თქვენ სახსრებს გარეთ. ფუჭად. ამიტომ ქვამსაც უნდა მოვეფეროთ. თვალთანაც უნდა ვიცოდეთ სიყვარული მემონტაჟებს გეხებათ, ხო? კი ბატონო, უნდა მოვეფეროთ, მოუთათუნოთ. სერვის მენიუში უნდა ვიცოდეთ შესვლა, ასწორება და მორგება ნებისმიერ სისტემაზე. კონსოლზე მინდაიდან ეს არის მიმართულება არსებული ქვაბისა, ხო? არსებული მიმართულება გვექნება კონსოლი, აუზი, ბოილერი და დანარჩენს ყველაფერს როგორც ყოველთვის ვიხილავთ.